დღეს უკვე მოვედით ჩვენი სიის მეორე ადგილოსთან, რომელიც არის იტოს ტრაქტორი. აქაც ვეცადეთ, რა თქმა უნდა, ეხლა რომ კადრში ისევე მოხვედრილი იყო ახალი ტრაქტორი და დაუკავშირდით იტოს წარმომადგენლობას, აგროტექნოს და შესაბამისად აქ ვართ. მას მათ ოფისთან კახეთის დატკეციდან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ რაღაცა უბრალოდ ლამაზი ადგილისთვის ამოვიდით აქ, რომ აქ გადავიღო. შესაბამისად დაგვეხმარნენ, გაწკრიალებული ტრაქტორი დაგვახვედრეს, მოკლედ გადასაღებად. აგროტექნოს წარმოადგენს რეალურად იტოს, ვთქვით კიდეც, მაგრამ აქ გაყოფილი არის სიმძლავრები, სხვა კომპანიაც ფარმარია ინაწილებს მის გარკვეულ მოდელებს. 95 ცხენის ძალამდე თუ არ ვცდები აგროტექნო წარმოადგენს და 95-ის ზემოთ თუ არ ვცდები 300 ცხენის ძალამდე არის ეს ტრაქტორები, ფარმარია წარმოადგენს. შესაბამისად, სხვა ბრენდებზე არ გვინდა ეხა საუბარი, რომელსაც ეს კომპანიები წარმოადგენენ, მაგრამ მე ალბათ შევეხებით იქინა გამომდინარე, რომ გვექნება ყოველთვის რაღაცა სახის კომუნიკაცია, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს ახალ ფერმერებსაც და გამოცდილებსაც და ასე შემდეგ. ყველას, ასე რომ ვთქვათ. ეხლა რაც მთავარია, აუცილებლად უნდა შევეხოთ ძალიან მოკლედ იტოს ისტორიას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი წარსული აქვს. ეს არის თითქმის პირველი მწარმოებელი ჩინეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის. აწარმოებს როგორც ტრაქტორებს, ასევე მოსავლის ამღებ ტექნიკას, ძრავებს და გენერატორებს. როგორც თვითონ ბრენდი არის საკმაოდ ესეთი მრავალწლიანი გამოცდილების და ძალიან დიდი ისტორიის მქონე, ესე რომ ვთქვათ, განსაკუთრებით ჩინეთში, იმიტომ რომ დაახლოებით 60% ბაზრის ჩინეთის იტო წარმოადგენს და ძალიან ისეთი გავრცელებული ტექნიკა არის, მოკლედ ჩინეთის ტერიტორიაზე, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ გარდა ჩინეთის ტერიტორიისა, რა თქმა უნდა, ისიც მსოფლიოს ძალიან ბევრ წერტილში შეხვდება ნებისმიერ ფერმერს. ჩვენს ბაზარზე საქართველოში საკმაოდ დიდი ხანია ასევე წარმოდგენილია და ასე თუ ისე ძალიან კარგად იცნობს ქართველი ფერმერი ამ ბრენდს. მაგრამ ყველაფერი ვითარდება, რაღაცეები იცვლება, წესი და რიგით უნდა შეიცვალოს, მაგის გარკვევაც გვინდა რეალურად. წესი და რიგით უნდა იცვლებოდეს, უნდა ვითარდებოდეს, როგორც კომფორტის მხრივ, ასევე ტექნიკური მხრივ და ასე შემდეგ. ასე რომ დღეს ჩვენ 2025-ში შევხედოთ რა არის და მე უკვე ტესტირებებს რო დავიწყებ და გამოცდილებებზე საუბარს უკვე ჩვენს ფერმერებთან, ზოგთან ვენახში, ზოგთან ბაღში და ასე შემდეგ. მე უკვე შევადარებთ რეალურად დღეს რას ვთავაზობენ და თქვა მაგალითად 5 წლისი რა იყო და 8 წლისი რა იყო. მოკლედ გადავიდეთ ახლა უკვე უშუალოდ ამ მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებზე, რადგან ეს ვიდეოების სერია მიძღვნილია იმისთვის, რომ ეს სამი ტრაქტორი, რომელიც ამოვარჩიეთ, განვიხილოთ და რეალურად პატარა ტექნიკური ინფორმაცია მოგცეთ, რას ვთავაზობთ საქართველოში. ეს არის 55 ცხენის ძალიანი, გვხვდება მხოლოდ ორი ვერსია. ეს არის ვიწრო ვერსია შედარებით, რომელიც არის დაახლოებით 1.35 მ საერთო სიგანის და შედარებით განიერი ვერსია, ეს კონკრეტული რაც ახლა გვყავს ვიდეოში, დაახლოებით 1.60 მ. დისკები გვაძლევს საშუალებას, რომ იქ რაღაცა სიგანეში რაღაცა პატარა ვარიაციის საშუალება გვაქვს, რომ თქვათ, ან შევავიწროთ, ან გავაგანიეროთ, ეგ ფუნქციაც გვაქვს. ისეთი დისკები არის აქ არჩეული და წონა აქაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ 2700 კილო არის, რაც ამ ზომის და გაბარიტის ტრაქტორისთვის სავსებით მისაღები არის იმისთვის, რომ ეს სიმძლავრე გადატანილი იყოს კარგად ნიადაგზე, გულისხმობ პერფორმანსს, ესე რომ ვთქვათ, ხო? შემდეგ წინა ბალას ვხედავთ. აქ გვაქვს კოლოფი 8 სიჩქარე, 8 წინ და 8 უკან სიჩქარე, რევერსით არის. არის ძალიან მსმეველი აქაც გვაქვს 2 სიჩქარიანი 540 1000-ზე. საკმაოდ კარგი ჯერჯერობით რასაც მივდივართ, ყველაზე კარგი ტვირთამწეობა ამ ტრაქტორზე მხდება. ტონა 500 არის, უკანა 3 წერტილიანი აკიდების სისტემის ტვირთამწეობა, რაც ისეთი არის, კარგი არის. კომპრესორი, რა თქმა უნდა, არის, აქ ჩინეთში ძალიან გვიყვარს, ჩინურ ტექნიკაზე მიჩვეული ვართ, რომ კომპრესორი ყოველთვის უნდა იყოს და აქაც კომპრესორი არის. ლოულშიც იყო და დარწმუნებული ვარ, შანდონგშიც იქნება ყველა ვარიანტი. იმიტომ რაღაცნაირად გავს, რა, ტექნიკურად ყველა ეს ჩინური ტექნიკა მაინც გავს. მაგრამ
ზემოთ ვახსენეთ, რომ იტო აწარმოებს ასევე თავის ძრავებს, რომელიც მარტო არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, გამოიყენება სხვა სპეცტექნიკაში, სამშენებლოში და ასე შემდეგ. შესაბამისად, აქ გვაქვს იტოს ძრავი. რაც ისეთი ძალიან კაი ვარიანტი არის, როცა თავისი ბრენდს, თავისი ძრავი აქვს. ნუ ფუფუნება არის სერიოზული და შესაბამისად აქ გვაქვს იტოს ძრავი. აქაც ვაწყდებით იმ ამბავს, რომ ოფიციურად ჩვენ არაფრის არჩევა არ შეგვიძლია. ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩამოდის ესეთი კომპლექტაცია ეს ტრაქტორები, სხვათა შორის, ანუ მომხმარებლებიც ესე არიან შეჩეულები და იციან, რომ ჩინური ტექნიკის საყიდად რომ მიდის, თქვათ დაახლოებით ამ სიმძლავრის ტრაქტორისთვის, იცის, რომ რაღაცა ვარიანტი დახვდება მხოლოდ იქ და ადგილზე არსებული, მოკლედ, ტრაქტორი უნდა არჩიოს, რომელსაც ექნება ესეთი კომპლექტაცია მაგალითად, ხო? ნუ ამ შემთხვევაში არის, თქვათ, უკაბინოთ და კაბინიანი ვერსიაც, ეხლა განსხვავება თუ გვინდა, რეალურად შეიძლება ავიღოთ განსხვავებად, რომ კაბინა ქონდეს ან არ ქონდეს, მაგრამ ხო, სხვა ისეთ ოფციას ვერაფერს ვერ დავამატებთ, რომ თქვა კაბინის ტესტი აუცილებელი არის. ეხლა შევხედოთ რეალურად კაბინას აქ რა ხდება. აქ მე მგონი უფრო დაბალი არის რაღაცნაირად. ხო, ნუ მშვენიერია, ამორტიზირებადი ეს არის, სავარძელი არის. ასე თუ ის აქ წონას დაარეგულირებ და შენ წონას მოიგებ და კარგი არის. კონდიციონერი გვაქვს. დანარჩენი, ნუ ჩვეულებრივად, რაც ოპერირებისთვის საჭირო არის, ის ბერკეტები არის. სხვა ისეთი კომფორტის მხრივ რამე დამატებით არ გვაქვს. ნუ იდეაში კარგი იქნებოდა ამ სავარძელს რო უკეთებდნენ ხელის დასადებს, იმიტომ რომ ძალიან დამღლელია რა ესე მუშაობას. ხელის დასადები ძალიან კაი იქნებოდა, არ მგონია ძალიან ძვირი ღირდეს. ეს რო დაამბატონ რა. ხედვაც არის ცოტა რაღაცნაირად უკამზი ვარ ფანჯარასთან, სიმართლე გითხრა, თითქმის მეყუდებული. ეს არ ვიცი. ხო, აქ გვაქვს რაღაცების შესანახი, ახლა ალბათ ხელსაწყოშებულია შევინახოთ. კონდიციონერი გვაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დახურულ კაბინაში უკონდიციონერად მუშაობა, ნუ კატასტროფა არის. სალონზე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ აი ეს ბერკეტი მგონია, რომ მუშაობის დროს ძალიან შემეშლის ხელს. ეხლა არ ვიცი, არ გამიტესტავს ესე, მაგას ხო უკვე ვაპირებთ შემდეგ ვიდეოში, სადაც ვიმუშავებ, ხო? იმ ვიდეოში უფრო კარგად გამოჩნდება, მაგრამ წინად გძნობა მაქვს, რომ ეს ბერკეტი ხელშემშელი იქნება ჩემი გაბარიტების მქონე ადამიანისთვის თუ ყველასთვის, არ ვიცი. ეს მაგალითად აქ რო იყოს გაცილებით უკეთესი და მოსახერხებელი იქნებოდა, ეს რევერსის ბერკეტს გულისხმობ, რომ წინ საჭესთან ყოფილიყო. არ ვიცი, ნახოთ მე მუშაობაში როგორ გამოჩნდება, მაგრამ ეჭვი მაქვს საფუძვლიანი თან რომ ხელშემიშლის. დანარჩენი მეტი სათქმელი აქ არაფერი არ არის, სავარძელი ნორმალური, დანარჩენი ეხლა რაც არის საჭირო მინიმალისტურად არის, რა თქმა უნდა, ბიუჯეტური ტრაქტორები არის და ბიუჯეტურადაც გამოიყურება სალონი. კონდიციონერი არის რა თავარია, სიცხეში არ მოუწევს აქ მუშაობა ადამიანს, იმედია არც მტვერი შემოდის, არც ვიბრაცია არ არის, ისეთი აუტანელი და ხმა, რასაც მე როგორც ვთქვი უკვე დავტესტავთ უშუალოდ მუშაობის დროს. საჭის ეს გვაქვს, არა გვაქვს, საჭის რეგულირება რატო არ აქვს ვერ ხვდები. ხო, ანუ რო ზემოთ იწეულის გადმოსვლის დროს. აი პროსტო ძალიან დაბალი არის. ცოტა დაბალია. ხო, აქაც უნდა ვახსენოთ, რომ ახალ ტრაქტორებს 2 წლიანი გარანტია აქვს, რაც ისეთი არის საკმაოდ კაი შემოთავაზება არის რეალურად. და ახაც არ ვიცი ხა როგორ და რანაირად ემსახურებიან მაგას უკვე მათ უკვე არსებულ მომხმარებლებთან გავარკვევთ და მე არაფრის დამალოს არ ვაპირებ, არც კარგისას და არც ცუდისას, რა თქმა უნდა. მოკლედ წინა ვიდეოს გამოცდილება რო გავითვალისწინო ამჯერად ფასს გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მწერდით და მწერთ რომ ვთქვათ რა ღირდა ის კონკრეტული მოდელი. ამ შემთხვევაშიც ანუ შემიძლია თავად გითხრათ $15,500 ღირს, მაგრამ აქაც გეუბნებით მე არ ვყიდი ამ ტრაქტორებს, მე უბრალოდ განვიხილავ, ვაფასებ, ტესტავ და რაღაცა მეტი ინფორმაციის მოწოდება მინდა თქვენთან. დანარჩენი დაუკავშირდით თვითონ იტოს წარმომადგენლობას ამ შემთხვევაში დაბალ სიმძლავრეებში როგორც ვთქვი აგროტექნო არის და ძალიან ისე დაგეხმარებიან ყველანაირ ტექნიკურ საკითხში თუ რამე შეიძლება იყოს დაკავშირებული ტრაქტორთან. ასე რომ დღევანდელი ვიდეო ამით დავამთავროთ და შემდეგ უკვე გელოდებით შანდონგის ვიდეოში, რომელიც იქნება ჩვენი სიის
მესამე ადგილოსანი და მაგით დავამთავრეთ მოკლედ ამ სერიას და გადავალთ უკვე უშუალოდ ტესტებს. შემდეგ ტრაქტორამდე.